იმოქმედე ამ მოწოდებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ქალი პოლიტიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ახალი კამპანიის ფარგლებში საჯარო უწყებებთან მართავენ აქციებს. კამპანიის მიზანია საჯარო მოხელეების გამოღვიძება იმ ადამიანებისთვის მიმართვა, ვინც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს ხელფასებს იმისთვის, რომ ისევ ხალხს ემსახურონ. მსგავსი აქცია უკვე გაიმართა თბილისის მერიასთან, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებთან. აი ამ თემაზე ვისაუბრებთ სწორედ ახლა ჩვენთან ერთად არიან პოლიტიკოსი თემურა ჭალიძე, ნიკა კაციას დედა მარინა ავციაური და გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკაწერეთელი შემოგვიერთება ცოტა ხანში ონლაინ, მასთან რამდენიმე წუთში გადავალცავთ. მანამდე და სტუდიაში ყოფს სტუმრებს მივესალმებით. გამოგესალმებით. ალბათ მარინასთან საუბრით დავიწყოთ. ამის პარალელურად ვიცით, რომ საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის პროცესი მიდის. პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა გირაოზე და ვნახოთ, ეს კიდევ გააძლევს იმედს, რომ ნინო დღეს დატოვებს. ხო, წესიც იმედია ეს ასე იქნება. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას რა თქმა უნდა გეტყვით. ქალბატონ მარინას ვკითხავ, რა მნიშვნელობა აქვს არჩერდებით სინდისის პატიმრების მშობლები და ამისთვის უდიდესი მადლობა ამ ენერგიისთვის, ამ ძალისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ამ ახალ წამოწყებას? გუშინ როგორი იყო გუშინდელი დღე იუსტიციის სახლისა და კულტურის სამინისტროს წინ, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას დაემთხვა, ხო, ეს მოდიოდნენ სიპების წარმომადგენლები, უყურებდნენ გარეთმყოფ აქციის მონაწილეებს. რა მნიშვნელობის მატარებელი არის ეს ყველაფერი თქვენი აზრით, რამდენად მიგვიყვანს შედეგებამდე? მაგის იმედი მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მაგის იმედი რო არ გქონდეს, არც მივიდოდეთ, არც დავდგებოდეთ, არც შევახსენებდეთ. ზუსტად ეს არის, რომ ისინი გამოგვეხმაურონ, გაიღვიძონ. ჩვენ მოთხოვნას ვერ ეტყოდით, თხოვნა გვაქვს, ვახსენებთ მათ მიერ დადებულ ფიცს, რომელიც დადეს სახელმწიფოსა და მისი ხალხის წინაშე. ეს არის მეტი არაფერი მოთხოვნაა და იქ არის სიტყვები, ახლა ზეპირად შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ არის სიტყვები, რომ კეთილსინდისიერად ვემსახურები და მიუკერძოებლად. ხო და ზუსტად აი რა ფიციც დადეს, ეს ფიცი შეასრულონ და ახსოვდეთ, რომ აქ ერთი ადამიანის წინაშე ხო არ დაუდიათ, ქვეყნის წინაშე დადეს, ხალხის წინაშე დადეს. ამ ხალხს ვეკუთვნი მეც. მე როცა ვამბობ სრულიად საზოგადოებას გულისხმობ, რომელიც დღემდე სიბრძვის და არ ჩერდება. და ჩვენ ბრძოლასაც აუცილებლად, ბრძოლას ყოველთვის შედეგი მოაქვს და მივახცევთ. აი ამ შედეგს მივახცევთ, ამისი დიდი იმედი მაქვს, ძალიან დიდი. თქვენ ალბათ ყველაზე მეტად დაგესმით ეს კითხვა, ქალბატონო მარინა. თქვენ გადაიხადეთ ყველაზე ძვირი, ჩემი აზრით, ამ პერიოდში. ეს არის თქვენი ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობა, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა, მაშინ, როდესაც თქვენი შვილი პასუხს აგებდა იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, თან თქვენი შვილი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადამიანისგან, რამდენიმე აღარ ეთქმის კარგახანია უკვე პატარას, მაგრამ ასობით ათასი ადამიანი როცა ვიდექით გარეთ, სულ რაღაცა პატარა ნაწილი დაიჭირეს ციხეში და ყველა დანარჩენ გარეთ ყავს დაგვჭა განცდა, რომ ისინი ჩვენ მაგივრად აგებდნენ პასუხს არაფერზე თან, იმაზე, რაზეც პასუხისგებაში მიცემ ადამიანებს არ შეიძლებოდა. თქვენ ხართ დედა ამ ადამიანის, ნიკას დედა ხართ და თქვენ ყველაზე ძვირს იხდიდით და ეხლა თქვენს გვერდიდან მშობლები, რომლებიც ჯერ კიდევ ამ საფასურის გადახდის პროცესში არიან. ალბათ თქვენ დაგესმით ეს კითხვა, რას იხდის დღეს ქართველი ხალხი ამ თავისუფლების მოსაპოვებლად? რას იხდის, როგორ გითხრათ, მაგრამ აი ეს მე ეხლა უფრო მძიმედ ვარ. ვიდრე მაშინ როცა ნიკა აბსოლუტურად მისმის და დიდი მადლობა ამის, იმიტომ რომ ამას მორალი ქვია ჩემს ენაზე. სამადლობელოთ მე არ ვამბობ ამას, მაგრამ და არც ვფიქრობ, რომ რაიმე ვინმე მადლობა უნდა გადამიხადოს, მაგრამ ეხლა უფრო აი მაშინაც კი, როცა ნიკას ბოლოს ხდომა იყო, აი როცა განთავისუფლების, ხო, აი სამი ადამიანი აბრამოვი, ახობაძე, კაცია და არიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ იცით რა, სამართალმა ყველა მიცით ეს გამოთქმა, ხო? სამართალმა პურიჭამა, არა ბატონებო და ქალბატონებო, აქ სამართალი და სიმართლე არაფერში არ არის. დაკავებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გამოშვებაც. აი რატო დადგა ეს შედეგი მართლა არ ვიცი. თორე დანარჩენებიც მაშინ რატო არ დადგა სხვებთან? ხო, რატო არ დადგა სხვებთან? მაგალითად იგივე ჩეჩინთან და ზინოვკინა და გრიბულთან. ჩემი შვილის შემთხვევა კიდე უფრო სხვანაირი იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ ფიზიკურად ეს ნარკოტიკი არც ჩაუდიათ. პირდაპირ საქმეში გაფორმდა და დანარჩენებს ჩაუდეს და ამოიღეს და გაფორმდა ვიდეოც არ ვიცი რომ ვის შემთხვევაში არის ვიდეოც აქვს.
მე ახლა უფრო მეტად აი მაშინაც ხდომიდან რომ გამოვდიოდი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აი ახლა მე ჩემს შვილს როგორ უნდა ჩავეხუტო არა, ვერ გავჩერდები. ისინი ჩემი შვილები არიან, გოგოები და ბიჭები. მათთვის ვიბრძვი. მე ისე ვაგრძელებ ბრძოლას სანამ ბოლო ეს უკანონო დაპატიმრებული პატიმარი არ დატოვებს. დიდი მადლობა. ეკატერინელთან გადავინაცვლებთ ის ონლაინ გვერდდება გიორგი ჩიკვაიძის დედა. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, უპირველეს კითხავთ გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რა ინფორმაცია გაქვთ ის თავს როგორ გრძნობს? პირველ რიგში მადლობა ჩართვისთვის. დღეს სუსპათენით ვერ ვთხოვდი, მაგრამ რადგანაც ინტერესი თქვენი დიდია და ჩემი მესენჯერი და ტელეფონში ზარები არ წყდება, ორიოდე სიტყვით გეტყვით. გუშინ გიორგისთან შესული იყო ქალბატონი ეკაბესელია, ის მუდმივად მონიტორინგს ატარებს გიორგის საქმეზე. დღეს დილას ადვოკატიც იყო შესული. არავის სურვილი არ არის რომ ამ ადამიანებმა იშიმშილონ. ჩვენი მოთხოვნაც არის ადვოკატი ცალკე ქალბატონი ეკა ჩემგანაც იცის გიორგიმ და მე ვფიქრობ რომ ჩვენ მივალთ რაღაც დადებით შედეგამდე. იმედი მაქვს რომ ისინი შეწყვეტენ შიმშილობას. ბოლოს ინფორმაცია ჯერ კიდე არ ვიცი ადვოკატიდან და მე ვფიქრობ რაღაცა მიუხედავად იმისა რომ ეს არის ციხე და ყველასთვის გასაგებია რომ ეს არის ციხე რომელსაც აქვს თავისი რეჟიმი მაგრამ იმ ციხეშიც, როდესაც ადამიანები არიან იზოლირებული, თქვენ ისედაც იცით, რომ ყველა ადამიანი არის განსხვავებული და იმ ციხის რეჟიმშიც ყველა ადამიანს თავისი თავმოყარეობის ხარისხი აქვს სრულიად განსხვავებული. და აი ველოდებით სიტუაციას, როგორ შეიძლება ეს რაღაც კონსენსუსამდე მივიდეთ. დაველოდოთ, მე მაინც ყოველთვის სიკეთის იმედი მაქვს, სავარაუდოდ შიმშილობა შეწყვეტენ და სავარაუდოდ ასე მგონია რომ რაღაცა გამოსწორდება, იმიტომ რომ გიორგის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, როცა მის გვერდით ვერ იქნება ირაკლი, არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ირაკლი არის მისი არამარტო თანამშრომელი, ეს არის ჩვენი ფაქტურად ოჯახის წევრი, გიორგის მეგობარი და ის ძალიან ადვილი როგორ შეიძლება თქვა, მაგრამ გიორგის ციხეში ყოფნას რაღაცნაირად ეხმაურობა თავისი თანადგომით, ფიზიკურად უბრალოდ იცით რომ ის ვერ გადაადგილდება ამ ყოფით პირობებშიც ძალიან მასზე დაყრდნობილია გიორგი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის იყოს ირაკლისთან ერთად და დაველოდოთ სიტუაციას. მოდით ახლა ვილაპარაკოთ იმ თემაზე, რაზეც მადლობა რომ მოგკითხეთ გიორგის ამბავი. ჩვენ მაინც ვფიქრობთ რომ ყველაფერი ღირსებით უნდა დამთავრდეს. ღირსება ეს ისეთი არაჩვეულებრივი სიტყვაა, რომელიც ყველა ეტაპზე ადამიანისთვის არის თუმცა სუბიექტური გაგება აქვს მაგას, რომ ღირსებით ევროპისკენ იყო პროპაგანდის ერთი პერიოდი თავი გზავნილი, მაგრამ ჩვენ ცოტა ქაოსური თემაა და იმ ქაოსში მოდით ახლა ნუ შევავთ, მოდით ვილაპარაკოთ აი იმ თემაზე, რითაც ჩაგერთვეთ. როგორი უნდა იყოს პროტესტი, ის რასაც აკეთებთ პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები ამ ყველაფერს თან შედეგებსაც უყურებთ, ხო, უამრავ რეგიონში იყავით, უამრავ ადამიანს ხვდებით, როგორია, რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს და როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელებას ამ მოსამართლობის წინააღმდეგ, რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თვითონ უკვე აი ეს სიმბოლურ სიტყვად მიმაჩნია პოლიტპატიმრის მშობლები. უკვე პოლიტპატიმრის მშობლები აი ეს ორი სიტყვა თავის თავში უკვე მოიცავს ისეთ დამაჯერებლობას, როგორ გითხრათ, ისეთ სითამამეს ბრძოლის სიმართლისკენ, სიკეთისკენ, რომ ეს უკვე მე მგონი ცალკე ფენომენია, აი რაღაც ფენომენი გახდა. პოლიტპატიმრის მშობლები, ან პოლიტპატიმრის ოჯახები, ან პოლიტპატიმრის დედები. ნუ ეხლა დედების თემა მაინც განსაკუთრებულად ხო იცით. აი ის რაც ახლა ახალი წამოწყებაა და რაც აი ქალბატონი თეონაც მან გყავთ სტუდიაში და მე მას პირადად მინდა მოუხადო მადლობა თავის გუნდთან ერთად. ქალბატონი თეონა მარტო არ არის იქ დიამეტრელი, ყველა აი 300 ქალი ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ პერსონალურად ახლა ქალბატონი თეონას მინდა უთხრა მადლობა, როგორც აი ეს გაზეთების დარიგება იყო საოცრად, როგორ გითხრათ, პროდუქტიული რაღაც აი კრეატიული შემილია გითხრათ, თუ შეიძლება აი ამ სიტუაციაში სიტყვა კრეატიული იხმარო, ისევე აი ეს ქმედებაც ახალი პროტესტის ფორმა, ეს არის საჯარო სამსახურებთან მისვლა და შეხსენება საჯარო მოხელეებისთვის, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ძალიან ხშირად, როდესაც აი ამ იმაში მონაწილეობ, ყველა ეტაპზე ვხმარობ ერთ წინადადებას, რომელიც ჩემი ცხოვრების კრედოა, არა მარტო იქ მისვლის. რომ პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს პატიოსან დამოკიდებულებაში საკუთარ თავთან.
იგივე სიტყვები მემეტება საჯარო მოხელეებისათვის, იმიტომ რომ ისინი არ ემსახურებიან მხოლოდ ხელისუფლებას. ხელისუფლება დღეს ერთია, ხვალ შეიძლება მეორე იყოს, ზეგ მესამე, მაგრამ ისინი ხორჩებიან თავის თავთან. ამიტომ ისინი პირველ რიგში პატიოსან დამოკიდებულებაში უნდა იყვნენ საკუთარ თავთან და ემსახურონ ქვეყნის კეთილდღეობას. მაშინ, როდესაც ქვეყანა მიდის რუსეთის მხარეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ასეთი თანადგომა მართველი პარტიისადმი არის სრულიად გაუმართლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი, ვინც საჯარო მოხელეა, თავში ძალიან სწორად აქვს იმ მიღებული ინფორმაციაც და იციან რა არის სწორი, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ამას ვერ გამოხატავენ. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღნიშნო, გუშინ კულტურის სამინისტროს წინ ვიდექით, სავარაუდოდ იქ იყო ძალიან დიდი ღონისძიება ჩანიშნული და ძალიან ბევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელი მოდიოდა იქ, რომ შესულიყვნენ ამ შენობაში. ამ დროს ჩვენ ეს მშობლები, აქტივისტები დგავართ აი ამ დიდი ბანერით და ყველაზე გულისტკივილით რაც შემიძლია აღმოჩნდეთ, ჩვენი დგევართ და ზოგი ისე შევიდა, შიშიც კი ქონდათ. შიშიც რომ ამ ბანერისკენ გამოეხედათ. გესმით ეს რას ნიშნავს? იგი რამდენად მათი როგორ გითხრათ, ქცევები არის უკვე რაღაცა მარყუჟებში მოქცეული, რომ გამოხედვაც კი ეშინოდათ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი შედეგი, რაც ამ ყველაფერს მოაქვს. ეს არის შედეგი. არ ვიცი, შეიძლება ძალიანაც უნდათ იქ თანადგომის გამოხატვა, მაგრამ ეს ვერ გაბედეს. ამიტომ გავს ეს რაღაც 37 წელს და ყველაზე მთავარი რა არის? იქ ისმოდა 4 ადამიანის გვარი და სახელი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია ამ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ზვიან რატიანი, ვეფხია კასრაძე, კიდე 2 ადამიანი. ნუ ამათი გვარებს ჩვენ ვახსენებთ და ნუ ამათი გვარები მაინც არაფერ, აი არ ვიცი, რაღაც ძალიან ისეთი მომენტი იყო და მე მაინც მაყოფილი ვარ, რომ ჩვენი სიტყვები მათ მაინც მოისმინეს. ყურით ხო მაინც მოისმინეს. და მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, ეს ძალიან კარგი აქცია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო იკა. მადლობა გისურვებთ თქვენს ჯანმრთელობას და თქვენ შვილს. მე მინდა კიდევ ერთხელ ჟურნალისტებს მოგეფეროთ, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას, ეს არის ღირსეული ქმედება. უღრმესი მადლობა ქალბატონო. ნიერ დღეს გისურვებთ აგემშვიდობებით. და თეონასთან გავაგრძელებთ საუბარს. თეონა მიიღო პატიმრების პატიმრების მშობლების მხრიდან. ხო, თეონა გკითხავთ ამ გეგმებზე, ეს არის დასაწყისი ამ ახალი ეტაპის და რას მოიცავს ეს იდეა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა არის ამასთანავე სინდისის პატიმრების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გარკვეული აქტივობების ორგანიზება. ჩვენ ერთად 30 რაიონში ვიყავით და გაზეთები დავარიგეთ და ეხლა უკვე თბილისის დრო დადგა, თუმცა ჩვენ პარალელურად რეგიონებში სიარულსაც გავაგრძელებთ. ამჯერად ამ ახალ საპროტესტო კამპანიაში ერთად ვართ მე მარიკა არევაძე და სინდისის პატიმრების მშობლების წინამძღოლობით ვგედმავთ, რომ ყველა საჯარო უწყებასთან მივიდეთ. ეს იქნება სამინისტროების, სიპები, აიპები და ჩვენ გვინდა რომ ხმა მივაწვდინოთ იმ საჯარო მოხელებს, ვინც დასაქმებულია ამ უწყებებში. საქართველოში ყოველი მეოთხე დასაქმებული არის საჯარო მოსამსახურე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 310,000-ზე მეტი ადამიანი არის საჯარო მოხელე. ისინი საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს, ბიუჯეტს კი ზოგადად ხალხი ვადგენთ მოგეხსენებათ და სწორედ ხალხის მიერ დაქირავებული არის ეს საჯარო მოხელეებიც იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ. ჩვენ მათ ვახსენებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს თავიანთი ცხოვრებიდან და ეს ფურცელი არის მათ პირად საქმეში ჩადებული. ყველა საჯარო მოხელის პირად საქმეში დევს ფურცელი, სადაც ეწერა საჯარო მოხელის ფიცი, რომელზეც მათ აქვთ ხელი მოწერილი და ისინი ვალდებულნი არიან, რომ ეს ფიცი შეასრულონ. ხშირად არიციან ხოლმე, უი საჯარო მოხელეებიც დებენ რამე ფიცს და მე მინდა სწორედ კანონიდან ამონარიდი ეს ფიცი თქვენი ეთერის საშუალებითაც გავახსენო მაყურებელს, მეც როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს მაქვს თავის დროზე ეს ფიცი დადებული და ესეთია. შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს. დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს. პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს. აი ეხაც
რომ ვკითხულობ მე რაღაცნაირი სხვა ემოცია მივლის თელ სხეულში და აი ამ ფიცის შესრულებას ვთხოვთ ხოლოდ მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ხალხის და ქვეყნის წინაშე და არ შეიძლება დახუჭონ იმ უსამართლობაზე თვალი რაც დღესდღეობით ხდება. როგორ შეიძლება გულთან ახლოს არ მიიტანონ ნინო დათაშვილის საქმე მაგალითად როდესაც პედაგოგი არის ციხეში გისოცებს გამომწყდეული დაუმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა წუთი-წუთზე ველოდებით იქნება განთავისუფლდეს ის და მე მგონი ეს შედეგი უკვე მიღწეულია პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე. შესანიშნავია 5000 დინარიანი გირაო წამებში შეგროვდება და ნინო დათაშვილი იქნება თავისუფალი და ამით გადარჩა ნამდვილად ერთი ადამიანის ერთი ქალის სიცოცხლე. და აი ამ საჯარო მოხელეებს ჩვენ ვეუბნებით რომ 150-ზე მეტი პატიმარი რომ ყავს უსამართლოდ უკანონოდ ციხეში არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, არ შეიძლება ამ რეპრესიულ კანონებზე თვალის დახუჭვა იმაზე რომ საქართველოს მისი კონსტიტუციური განაწესიდან გამომდინარე დააშორეს ევროკავშირს და გადაუხვიეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მაშინ როდესაც ქართულ ხალხს ერთი წლის წინ წაართვეს მთლიანად არჩევანის უფლება და მიიტაცეს ხელისუფლება, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება და ჩვენ გვჯერა რომ აი ამ ჩვენი აქტივობებით დღისით, მზისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის კერა მხოლოდ რუსთაველი კი არ იყოს, არამედ დღის სხვა მონაკვეთებშიც რუსთაველის გამზირის მიღმაც იყოს სხვადასხვა მრავალფეროვანი მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტის ფორმები, რომელიც ათასობით შეიძლება ადამიანმა მოიგონოს და მსგავსი პრაქტიკები მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის, გამოვიყენოთ. ჩვენს გვერდით მუდმივად არის ხოლმე ზურა ცეცხლაძე. ზურა ცეცხლაძე სინდისის პატიმრის მშობელი, რომელიც დააკავა ამ რეჟიმმა და სინდისის პატიმრების მშობლებსაც კი, რომლებიც უნდა იყვნენ და არიან ზოგადად ხელშეუხებლები თავისი ბინძური ხელების შეახო. წარმოუდგენელი არის, რომ ასე მოექცე ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებულ მშობელს, რომელიც უსამართლობასთან იბრძვის და ახლა ის გამოკეტო გიცოცებს მიღმა. ასეთი პრაქტიკა მხოლოდ არის რუსეთში, ირანში და მისთანებში შესაბამისად. წარმოუდგენელია. ჭედიშვილმა ნინო დათაშვილის პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ძალიან კარგი, ძალიან გვიხარია. შეფარდებული ეს თანხა მართლა წამებში შეგროვდება თუ არ ვცდები 30 დღიანი ვადა არის ამის გადასახადად. გადაცემის დასრულებამდე დარწმუნებული ვარ გირაოთში. ძალიან კარგი. ნინო ამ თავისი მძიმე მდგომარეობის პირობებში ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვს დილიდან ამაზე ვსაუბრობთ, ის დატოვებს დღეს საპატიმროს და მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობას. და იმოქმედეთ საჯარო მოხელებო პირველ რიგში თქვენ გეხებათ ეს ჩვენი მიმართვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას. მე ძალიან მადლიერი ვარ განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად იმ სინდისის პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრებისა, რომლებიც ახერხებენ დაუღალავად ჩართულობას, თავიანთი საქმეების გვერდზე გადადებას, თავიანთი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადებას, სამსახურის მიტოვებას და ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში იყვნენ გამწევი ძალა მართლაც და რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც პროტესტის სახედ გახდნენ და ყველაზე მთავარი რგოლი და ჯაჭვი, რომელიც გვაერთიანებს და არ გვაძლევს საშუალებას და არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ სახლში დარჩნენ. აი ეს სწორედ ეს ადამიანები არიან და მე ძალიან მადლიერი ვარ მათი, რომ აი ესეთი ბრძოლის ჟინი გვაჩვენეს და ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნებით, ისევე როგორც თქვენ ჩვენს გვერდით. ქალბატონ მარინასთან გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. რა ძალა აქვს დღეს საჯარო მოხელეების, თქვათ თუ იქნება ეს პროტესტი, რა ძალის მატარებელი იქნება ეს და ის რომ პროტესტს ასეთი რაღაც დაუნდობელი მეთოდებით ებრძვის, ოცნება ეს რაზე მიუთითებს პროტესტის მნიშვნელობა დღეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ რა მასშტაბებზეა გასული და რა მე ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსურია. ყველაფერი ერთად და ჩვენი ძალაც ჩვენ ისე ერთ მუშტად შევიკარით, აი თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან, პირობითად ვამბობ, 5 წუთის უკან შენ შვილს რომ მიუსაჯეს, შენი ოჯახის წევრს, ეგ ხო არა ვართ მარტო დედები ხომ არ ვართ, ოჯახის წევრები წარმოდგენილი მშობლები, ძმები, დები და მეუღლეებიც იბრძვიან ისე, რომ ტოლს არ გვიდებენ მშობლებს. და აი 5 წუთის უკან შენ შვილს და შენი ოჯახის წევრს რომ მიუსაჯე და შენ გახარ და ნიკაკაციას გამოსვლას ელოდები და მისი განთავისუფლებით ხარობ, მე მაშინ იმ დღევანდელი არ მახსოვს. ვინ მილოცავდა, ვინ მეხვეოდა, ვინ რას აკეთებდა არ მახსოვს. მე რაც ვიხილე, რაც ჩემმა შვილებმა მაჩვენეს, ეს გაბრწყინებული სახეები, ამას ვერ იგებენ. ვერც ეგრეთ წოდებული მთავრობა და ვერც მათი მომხრე, ეს არის
ჩვენი ძალა. აი იმის თქმა მინდა. და ის არის კიდევ ძალა მარინა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მარინას შვილი უკვე თავისუფალი არის მაგრამ არც ერთი აქცია არც დილას არც საღამოს არც შუადღეს მას არ გაუწდენი არც ერთ რეგიონში გასვლა არ გამოუტოვებია და სულ ამ პროტესტში არის იბრძვის სხვისი შვილებისთვისაც ისევე როგორც თავისი შვილისთვის იბრძოდა. მე აქვე მინდა ნინოს სიტყვები წავიკითხო რომელიც გაჟღერდა მისი ჩართვის დროს სასამართლოზე მე ვენდობი ჩემს ადვოკატებს ბრწყინვალე ადვოკატები მყავს ვენდობი მათ იბრძვიან ჩემი უფლებების დასაცავად ჩემი გადარჩენა აქედან გაშვება დღეს მადლობა მინდა გადავხადო ციხის ადმინისტრაციას ექიმებს მკურნალ ექიმს ყველაფერს აკეთებენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაგრამ ერთი წუთით მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა ორი ოპერაცია მჭირდება ამბობს ნინო რომელსაც უჭირს საუბარი ანუ ვინც ესწრება სასამართლოს ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ რომ ურთულესია ნინოს მდგომარეობა ის დღეს ვერ მივიდა ეტლითაც ვერ შეძლეს მისი მიყვანა სასამართლოს ხდომაზე ის ონლაინ ჩაერთო და ჩართვის დროსაც კი მისთვის რთული არის საუბარი ხო ეს ანგარიშის წევია ნამდვილად ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ ეს გირაოს ნახა მე სიმართლე რომ თქვა რამდენიც არ უნდა ყოფილიყო მგონია რომ ამ კიდევ ერთხელ რა წუთებში ამ გადაცემის დასრულებამდე საოცრად შეგროვდება, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება მომართული იქნება რომ ნინას სასწრაფოდ გარეთ გამოვიდეს. ხო და შეჯამებისკენ ანუ აი ზუსტად ეს უნდა მეკითხა რა შეჯამებისკენ ეს მინდოდა მეთხოვა თქვენგან მოგვესმინა რა ძალა დგას დღეს ხალხში. აი სოლიდარობა რაც გვაჩერებს გარეთ თუნდაც ჩვენ პირდაპირ აღარ გვეხებოდეს და უშუალოდ რაღაც კონკრეტული გასაჭირი. რას ვაანალიზებთ სწორად საზოგადოება დღეს? ანუ ვაანალიზებთ იმას, რომ ვკარგავთ ქვეყანას, ვკარგავთ მომავალს, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და გვინდა რომ ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და მათ ჰქონდეთ მათი უფლებები იყოს დაცული და ღირსეულად შეძლონ ცხოვრება, აი ამას ვკარგავთ და ვისაც ეს გააზრებული გვაქვს, ისინი ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, უპრეცედენტო არის ეს სოლიდარობა და ერთმანეთზე ზრუნვა მართლაც, რასაც ეს საპროტესტო საზოგადოება აჩვენებს, რამ ამ ყველაფერმა ერთმანეთთან დააკავშირა და გააცნო ერთმანეთს ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება ცალ-ცალკე ერთმანეთის თანამოაზრები იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ეხლა უკვე ეს ძალა ერთობაში ეს პრინციპით ერთიანდება ხოლმე სრულიად საზოგადოება იმ კონკრეტული ადამიანის, იმ კონკრეტული პროცესის მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება იმ მომენტში. სწორედ ამიტომ მოვედით დღემდე, სწორედ ამიტომ დასჭირდა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რეპრესიული კანონების და სხვადასხვა ეტაპების გავლა ამ მიმართულებით, რომ ხანისცა და ხანისცა და ხანისცა და ხანისცა და მაგრამ ამ ხალხმა მუდმივად ერთიანობა დაუკავშირა და ამდენი ჯარიმების ერთობლივად გადახდა, ამდენი გირაოების ერთობლივად შეგროვება და რაღაც ეს ესე მარტივად ვერ მოხდებოდა ვერანაირად. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის აქტები ხას ზუსტად რატიანი რატომზის ციხეში. რატომზის ელენე ხოშტარია ციხეში. ისინი კიდევ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული სოლიდარობის აქტების გამოსხედან ხომ ციხეში. ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანები ერთმანეთის სოლიდარობისთვის დგავენ სხვადასხვა ნაბიჯს, რომელიც შეიძლება არ დაედგათ რომ არა სოლიდარობა. მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენს, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენს და ალბათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროტესტის გარშემო მართლა ესეთი სოლიდარულია, იმიტომ რომ ემპათია და სოლიდარობა არის ალბათ ის, რაც ქართულ ხალხს ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარება რომ რაღაც ეს თავარი სასიხარულო ამბავი გვაქვს ის რომ ნინოს გირაო შეეფარდა ის სასამართლოს ის ციხეს დატოვებს და მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობის და ნინოს ჯანმრთელობა ჯანმრთელობა ნინოს სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს. ჩვენ სხვა თემით ვაგრძელებთ.